ჩვათუშიდობის მართლა ძალიან ესეთი კრიტიკულ ზღვარზე ვართ, უბრალოდ ჩვენი რეალობის ტრაგიკულობა იმაში არის, რომ ყოველთვის ეს ზღვარი გადაიწევს ხოლმე, ანუ მივეჩვიეთ, რომ ერთი უბედურების შემდეგ შემდგომ უბედურებაზე გადავყავართ რეჟიმს და რაღაცნაირად თითქოს ეს აღქმა უფერულდება, ხო, რომ რა საფრთხის წინაშე ვდგავართ. პირადად ჩემი მოსაზრება თუ გაინტერესებთ, ანუ ვერ დაგეთანხმებით ამ მომენტში, რომ რაღაცა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას არ ისმის ამ საფრთხის. უმრავლესობა მე არ მithქვა ამ სიტყვით, რომ ზოგჯერ რაღაცა მით უმეტეს ეს არის მე თვითონაც მქონია ესეთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ერთ რამშობა რომელ კუთხეში შემხვედრია ადამიანი, რომელმაც ზუსტად არ იცის, თქვათ რა რისი დაკარგვის საფრთხის წინაშე არის ადამიანი და აქ შეიძლება ძალიან ბევრი რგოლის როლი იყოს ამ პროცესში, რატომ კიდევ უფრო მეტ ადამიანამდე ვერ მივიდა, თქვათ იგივე ამბავი ამ სიკეთეების შესახებ, ხო? მესმის თქვენ რას გულისხმობთ, ზუსტად მაგის განმარტებას ვცდილობ, რომ ეს საკითხი, რომ სად ჯობია საქართველოს იყოს, სად რა გარემოში გვინდა ვარსებობდეთ, ხო? ეს იყო და არის ზუსტად ყველა კვლევა, არა მხოლოდ უკანასკნელ თვეებში, არამედ სტაბილურად, რაც კი მიდის საზოგადოების განწყობების და შეხედულებების გაზომვა, ეს პარადოქსი ყოველთვის ცხადი იყო, რომ იმ ნაწილშიც კი საზოგადოების, რომელიც იყო ლოიალური ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, არჩევანი, რომ ევროპა გვინდა და ევროპული კეთილდღეობა გვინდა და ევროპული სიკეთეები გვინდა, მათში ძალიან არათუ უმრავლესობაში, არამედ დიდ უმრავლესობაში ეს იყო წარმოდგენილი. ამიტომ არის ეს კრიტიკული ზღვარი, რომ აქ განსაკუთრებით მით უმეტეს, რომ აი თქვენ ახსენეთ, რომ რაღაცა ვერბალიზებას ვერ ახერხებენ ადამიანები, რომ აი კონკრეტულად რა საფრთხეები არის და რისი დაკარგვა გვემუქრება, მაგრამ ზუსტად ეს საშუალო სტატისტიკური მოქალაქისათვის მაინც განსაზღვრელი იყო აი ეს კეთილდღეობის მომენტი, ხო? ან ძალიან ცხადი რეჟიმის პროპაგანდის მიუხედავად, რუსული პროპაგანდის მიუხედავად, ცხადი ვიზუალური განსხვავება რა არის დასავლეთი, რა არის ევროპა, რა არის ევროპული ცხოვრების ხარისხი, რას ნიშნავს ევროპული უსაფრთხოება და რა არის რუსეთი და რუსეთის მორჩილი ივანიშვილის რეჟიმი, ეს ყველაფერს ცხადია. სამწუხარო არის ესეც ტრაგიკული ნაწილია ამ რეალობის, რომ შეიძლება უშუალოდ თვითონ არ იცოდეს და არ სარგებლობდეს ამ სიკეთეებით კონკრეტული ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად ისევ არის სახელმწიფო რეჟიმის პროპაგანდის ქვეშ, მაგრამ მისი ოჯახის წევრი, ახლობელი, მეზობელი არის ფიზიკურად იქ თავშესაფარში, ან გადარჩენისთვის იბრძვის, იქედან არჩენს ოჯახებს, ანუ ეს ძალიან ცხადად ესმის და ეხლა მეც შემიძლია კონკრეტული მაგალითები მოვიტანო, სრულიად ჩვეულებრივი ჩვენაირი ადამიანების, რომლებიც რაღაცა პოლიტიკური დუღილის წინახაზე არ დგანან და რაღაცა სამოქალაქო აქტივისტები არ არიან, მაგრამ მათთვის ეს ძალიან ცხადი წითელი ხაზი არის, რომ ეს არის საკითხი ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის და ამ სივრცის სრულუფლებიან ფაქტობრივად წევრობასთან მიახლოება ნიშნავს ყველაფერს, რაც უკავშირდება ეკონომიკას, რაც უკავშირდება უკეთეს ცხოვრებას და ეს ცხადია. ამაზე კი არ არის სასაუბრო კიდევ მეტი, არამედ იმაზეა სასაუბრო, რომ ამ ასეთმა ადამიანებმა, ვინც გარკვეული აზრით მიწევნით, ანუ შეუძლებელია, რომ ასეთი ადამიანები არჩევანს აკეთებდნენ ოცნების სასარგებლოდ, იმიტომ რომ ოცნება არ არის თავსებადი ამ ევროპულ მიმართულებასთან კონკრეტულად. ეს იყო აქამდე და ეხლა ზუსტად თუ კი ვსაუბრობთ, რომ რა უნდა გაკეთდეს, ეს არის ასევე ძალიან მარტივი მოცემულობა, რომ რეჟიმის პროპაგანდა ეხლა დარჩენილი არის აი ესეთ ჩიხში, რომ მისი ერთადერთი გზა ამ შემთხვევაში არის, რომ ისრები გადაწიოს, გადააბრალოს სხვას ის შედეგები, რაც გამოიწვია მათმა დანაშაულებებმა. და ამიტომ საუბრობს ეგზისტენციურ არჩევანზე და ცდილობს აი ეს კლასიკური, აი უკიდურესად პრიმიტიული პროპაგანდისტული მეთოდებით შემოიტანოს აი ეს რაღაც განზომილება, შეაშინოს მოქალაქეები, დაუხატოს ეს ევროპა და დასავლეთი რაღაცა საფრთხეთ და დაარწმუნოს, რომ იქ სადაც ვართ და საითაც მივექანებით უარესისკენ, იზოლაციისკენ, შიმშილისკენ, განადგურების
ტრიალისკენ, ჩამოშლისკენ და ყოველდღიურ ძალადობაში და ჩაგვრაში ყოფნისკენ, ხო, რომ ეს უმჯობესია, იმიტომ რომ ის უარესი საფრთხეა და რაღაცნაირად ითამაშონ აი ამ პრიმიტიულ რაღაც ასეთი ჩაკეტილი საზოგადოებებისთვის დამახასიათებელ სიამაყეზე, რომ ჩვენ ვისჯებით, მაგრამ ამაყად ვინარჩუნებთ რაღაცას. ხო, ამ დროს მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ადამიანმა აი მინიმუმ ირგვლივ უნდა მოიხედოს და ძალიან მარტივია ისეთი ადამიანის მოძებნა, ვისაც თქვათ რაღაც ფინანსური თვალსაზრისით არ არის მიბმული, რთულია ხო ესეთის მოძებნა, არ არის მიბმული ევროპასთან, ვინც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა და მოახერხა, რომ ენახა ემიგრაციაში მყოფი მისი ოჯახის წევრი და მასთან ერთად ეცხოვრა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მიიღო სწორი მკურნალობა და ჯანდაცვა ევროპის ტერიტორიაზე და ასე შემდეგ. ეხლა აღარ ჩამოვთვლი, ძალიან ვრცელი სია. აი დღეს ქართული ოცნების ლიდერები ირაკლი საზოგადოებას ეუბნებოდნენ, რომ აი ჩვენ ვართ ევროპა, ჩვენ ვიცით საბჭოთა კავშირი და ჩვენ ვაფრთხილებთ ევროკავშირის მოქალაქეებს. აი ზუსტად ეს წეანდებები გამოიყენეს. ამაზე რა სიტყვით? ნუ ძალიან რთულია ესეთ პრიმიტიული პროპაგანდის რაღაცნაირად კომენტირება, იმდენად მარტივი მოცემულობა, რაზეც ვისაუბრეთ. ხო, ერთ მხარეს არის ძალიან ცხადი სიკეთეები, მეორე მხარეს არის ბოროტება, ჩაგვრა, იზოლაცია, მომავლის არასებობა, ხო? და მათი წარმოებული პროპაგანდის არსიც ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენ ის გავიმეოროთ. ანუ მივიტანოთ ეს შეტყობინება იმ აუდიტორიამდე, რომელსაც არ ფარავენ. და ოღონდ მივიტანოთ ისე, როგორც მათ აწყობთ და ზუსტად ეს არის მათთვის ახლა ძალიან სახიფათო ველი, რომ ეს ეხება იმ საკითხს, იმ ღირებულებას, სადაც ძალიან სუსტად არიან თვითონვე და ამიტომ ძალიან მარტივად შეიძლება აფეთქდნენ, რომ დაარწმუნონ თავიანთი, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ შემორჩენილი ლოიალური რაღაც ნაწილი საზოგადოების, რომ აი რაღაც ნაწილია ლოიალური ოცნების მიმართ, ასე ეს ძალიან აპრიორი ვთქვათ, ესეც ცხადად ჩანს კვლევებიდან და გაზომვებიდან საზოგადოების განწყობების, ანუ ვინც უშუალოდ არის სისტემის ვერტიკალის წარმომადგენელი და კლიენტი და მისი უშუალო, ასე ვთქვათ, საახლობლო და ოჯახური წრე, ბიუროკრატიაში დასაქმებული, ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები და ძალიან მცირე სეგმენტი. მასთან დაკავშირებული ოჯახები და ასე შემდეგ. საკმაოდ ბევრია ირაკლი. მე მგონი ბევრი არ არის, როგორც იყო გასულ წლამდე, როდესაც ჩვენ უკვე განხორციელებული დიქტატურის ფაზაში გადავედით, უბრალოდ ეს შემცირდა და კიდევ შემცირების ტენდენცია სახეზე არის, ოღონდ აი ამ დარჩენილ ნაწილშიც კი, რომელიც არ არის აპრიორი და სამწუხაროდ ყველა საზოგადოებაში არის ასეთი და ჩვენთანაც არის, აი სრულიად ჩაკეტილი, სრულიად ესე ვთქვათ, აგრესიული და პრორუსული და პროსაბჭოთა სენტიმენტების მქონე ნაწილი, ამის გარდა, რომელიც არის ჯერ კიდევ რეჟიმის არათუ ლოიალური, უბრალოდ რაღაცნაირად ინერტული, თითქოს არ აინტერესებს რა ხდება, თითქოს მისი მომავალი გარანტირებული, აი ზუსტად მათ მიემართება ეს პროპაგანდა და საკმარისი არის, რომ მათთან მივიდეს ეს გზავნილი, რომ ეს გაქრება, ეს არ არის რაღაცა არც საქართველოს ბრალი, არც ქართული ხალხის ბრალი, ეს არის დავალება, რომელიც პირნათლად შეასრულა ივანიშვილის რეჟიმმა რუსული დღის წესრიგის გატარებისთვის, რომ საქართველო ჩაიხსნა, საქართველო იზოლირდეს, საქართველო დაანგრიოს როგორც ქვეყანამ სახელმწიფო ყველანაირი ბმა და ყველანაირი ფორმატი დასავლეთთან და დარჩეს იზოლირებული, ღარიბი, გამოფიტული და მომაკვდავი, ხო? რას წაახალისებს ეს? წაახალისებს, რა თქმა უნდა, ისედაც ცხად მიგრაციას, ისედაც გაუარესებულ ეკონომიკას, შემცირებას მოსახლეობის და რას გვთავაზობს რეჟიმი ამის ალტერნატივად, ასევე რუსული დღის წესრიგის განხორციელებას, რომ ჩაანაცვლოს აქ მოსახლეობა, ეს ისედაც დაზიანებული ეკონომიკა უფრო ორგანული ნაწილი გახადოს რუსეთის და აასრულოს რეალურად რუსული ოცნება, რომელიც წინათაობას ახსოვს, ხო? არაფერი ახალი, ქართველების გარეშე. მიხეილ საჯელაძე ვახსენე, რომელიც გერმანიიდან გვერდებოდა და ის ამბობდა, თორსტების სლოვაკეთის მაგალითი მოყავდა, რომ არაფერი ახალი და არანაირი რაღაცის გამოგონება, რაღაც ისეთი გაყვავლული გზით, ანუ რაღაც ისეთი გამოცდილი სცენარი ხორციელდება, ხო, ასეთი იყო მისი დასკვნა საქართველოს შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ესეთი რეჟიმები, ესეთი, ასე ვთქვათ, დღის წესრიგის მქონე ჯგუფები, რომლებიც რუსულ გავლენას ემსახურებიან, რა თქმა უნდა, თანამშრომლობენ
უსამართლობენ ერთმანეთთან და ეს არ არის რაღაც კონსპირაციების თეორია, ვიცით. უნგრეთთან, სლოვაკეთთან როგორ არიან დაკავშირებული ოცნების, ასე ვთქვათ, რეჟიმის წარმომადგენლები, როგორ მუშაობენ ერთად საერთო პროპაგანდის კამპანიებზე, უზიარებენ გამოცდილებას, ტექნოლოგიებს, ფინანსურადაც, ასე ვთქვათ, ჩtildeოვანი თვალსაზრისით. ხო, ახალ განცხადებასაც ვკითხულობდი, რომ თუ არ ვთქვი დღეს ახალი განმარტება იყო სლოვაკეთის მხრიდან, რომ ისინი კიდევ აპირებენ წავიდნენ რუსული სანქციების წინააღმდეგ იმ დიდი პაკეტის, რომელიც გამზადებული არის ევროკავშირში. რა თქმა უნდა და ანუ ეს არის მოცემულობა, სადაც ფაქტობრივად ისევ რომ ამ პროპაგანდას მეუბრუნეთ, იმიტომ რომ რეალურად ახლა ივანიშვილის რეჟიმი მით უმეტეს ეხლა ამ განზომილებაში ექსკლუზიურად არის ჩამოკიდებული რამდენიმე მოქმედ კომპონენტზე. ეს არის პროპაგანდის მანქანა, ეს არის სადამსჯელო სტრუქტურები და ეს არის შავი ფული, ხო? აი ამ ყველაფერს ხედავთ. აი ამ პროპაგანდაშიც ეს არის მუდმივი მეთოდი, რომ რაღაცნაირად გადააბრალონ სხვას თავიანთი ნაბიჯები, დასახონ დასავლეთი მტრად და რაღაცა თავი გამოიყვანონ მსხვერპლად და წამებულად, რომ თითქოს რაღაცა სუვერენიტეტის იდეას ემსახურებენ, როცა რეალურად ყოველი ნაბიჯი, რასაც ამ უკანასკნელ დღეებში დგამენ, არის დესუვერენიზაცია, ანუ სრულიად გაუქმება ფიქტიურად შერჩენილი სტრუქტურების, როგორც არის საგარეო, როგორც არის სამხედრო, როგორც არის შიდა სახელმწიფოებრივი სისტემა, ანუ ამას აკეთებს ერთი ხელით და მეორე ხელით გვარწმუნებს, რომ ევროკავშირი არის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ხო, ეს ძალიან მარტივი პროპაგანდისტული მეთოდია. ხო, და სხვათა შორის ამ მშვიდობის ნაწილში რამხელა ძალისხმევის გაწევის მცდელობას ვხედავთ, ხო, ჩვენი როგორც შეერთებული შტატების, ისევე ევროპელი პარტნიორების მხრიდან და ამ პროცესში ალბათ ამ არგუმენტსაც გარკვეულწილად შესაბამისი პირების მხრიდან უნდა გამოიცალოს საფუძველი, რაზეც კეთდება აქცენტი ოცნების მხრიდან. მადლობა ირაკლი, დაგემშვიდობები, ირაკლი ხვადაგიანი საუბრობდა ჩვენს ეთერში 5 საათზე ახალი ამბების დრო არის ტელეპიროლზე, ჩვენ კიდევ